თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. ეს ოთხშაბათია პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. რა პრობლემები აქვთ ვეტერანებს, დაცულია თუ არა ქვეყანაში მათი უფლებები, რა გეგმები აქვს ახალ თავმჯდომარეს? კანონის შეკითხვებს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი უპასუხებს. მე შეუძლიათ არ იყოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ შეკითხვა Facebook-ის გვერდზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საკმაოდ საინტერესოა თქვენ თანამდებობა თუ გავიხსენებთ ბოლო პერიოდში და ბოლო წლებში ვეტერანებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა. საკმაოდ მკაცრი იყო და ამაზე კეთდება შეფასებები, რომ არ იცავდა წინა ხელისუფლება ვეტერანთა უფლებებს. თქვენ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და საზოგადოებისთვისაც ალბათ 92-93 წლებში ომის მონაწილე იყავით და ალბათ ყველაზე კარგად იცით მათი პრობლემები დღეს რა არის და როგორ უნდა მოგვარდეს ეს, რომ მათ მიეცეთ ნორმალური ცხოვრების საშუალება და დაუფასდეთ ის წვლილი, რაც შეტანილი აქვს სამშობლოსთვის დახმარების თვალსაზრისით. დავიწყოთ საუბარი ჯერ რა პრობლემები ქონდათ დღემდე ვეტერანებს, ანუ იყო თუ არა მათი უფლებები დაცული? დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. დიდი მადლობა თქვენ. მივესალმები ჩვენს მსმენელს. სამწუხაროა ის რომ პრობლემები ჩამონათვალი რო დავიწყოთ, მაგას ჯობიათ ჩამოვთვალოთ რა პრობლემები არ ქონდათ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა იქნება და ის რომ ჩამოვთვალოთ რა პრობლემები ქონდათ ძალიან ბევრია. თუმცა თანმიმდევრულად ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება თუ აქ ბუნებრივია არის მხარდაჭერა და არსებობს ერთობა გადაწყვეტილებების მიღებაში. და მე მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით მოხდა ისე, რომ ვეტერანთა სამსახური დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბდა და 2014 წლის 1 იანვრიდან ეს სამსახური შეუდგა დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. მე ამ სამსახურში 8 სექტემბერს დავინიშნე. არც თუ ისე უკვე ახალი თუმცა ძირეული ცვლილებებისთვის ჯერჯერობით მაინც ძირეული ცვლილებებისთვის მოგახსენებთ, რომ არ არის ეს საკმარისი დრო, მაგრამ კონკრეტულად რომ რაღაცა პროცესი დაიწყო და კონკრეტულად დაატყო საქმეს შედეგით, ამისთვის დრო ქონდა და ჩვენც არ დაგვიკარგავს დრო უქმად. პირველი ჩვენ განვახორციელეთ, როგორც იცის ბევრმა ვეტერანმა და მინდა არა მარტო ვეტერანებს, მთელ საზოგადოებას მიმართო, იმიტომ რომ ვეტერანების პრობლემები რაც უფრო კარგად ეცოდინება საზოგადოებას, უფრო მეტად სოლიდარულიც იქნება. არა მარტო პრობლემები, არამედ ამ ბიჭების ღვაწლის შესახებ, რაც მეტად ეცოდინება ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ უომია, მაგრამ ზოგადად ვინც არ იბრძვის ომში, ის ზურგს უმაგრებს მეომარს და მე ვთვლი, რომ საზოგადოების ომი ისეთი რამ არის, რომ საზოგადოება მთლიანად არის ამ დროს მობილიზებული. თუმცა შემდგომ ზოგისგან გამიზნულად, ზოგისგან უნებლიეთ ხდებოდა დისკრედიტაცია მეომრების და მათი სახელის გაიგივება კრიმინალთან, მეამბოხეებთან. ვიღაც ამას მართლა მიზანმიმართულად აკეთებდა და ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. მე მქონდა ამაზე ვისაუბრეთ. ბატონო ირაკლი, გაგაწყვეტინებთ, ერთია, როდესაც თქვენ ხართ მოწადინებული დაუშვათ, რომ ვეტერანების პრობლემები მოგვარდეს, თუმცა მეორეა სახელმწიფო პოლიტიკა რამდენად უწყობს ხელს. ძირეული გარდაქმნა რა იყო? აი, რა მიდგომა იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და რა მიდგომა დღეს? პირველი იქიდან დავიწყოთ, რომ ეს რომ დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული გახდა, მე მთავრობის წევრი გახლავართ. მე ვარ უკვე თავისუფლად ლობისტი მთავრობაში ვეტერანთა საკითხების შემსწავლელიც, დამუშავებელიც და პრობლემების შესახებ ამ საკითხების გამტანიც. დიდი მხარდაჭერა აქვს დღესდღეობით მთავრობისგან, თვითონ პრემიერ-მინისტრისგან ვეტერანების პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ სამსახურს. ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 4-ჯერ. და დაზღვევა, რომელიც დღეს სახელმწიფომ შექმნა ვეტერანებისთვის, საუკეთესოა იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც სახელმწიფოს გააჩნია.
ასე რომ ვთქვათ 10 ბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ დაზღვევა, 6 ბალიანი თუ არის საყოველთაო დაზღვევა, დაუშვათ 8 ბალიანი არის, 8 ბალიანად შეიძლება შევაფასოთ ვეტერანების დაზღვევა. თუმცა იქ იყო ერთი პრობლემა, რომ მაღალ ტექნოლოგიური კვლევებისთვის თანხები არსად არ არსებობდა და კომპიუტერული ტომოგრაფია ჭირდებოდა თუ მაგნიტორეზონანსული კვლევა ვეტერანს ვერ იკეთებდა ვეტერანი ამ კვლევას ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მინიმუმ 400 ლარი იყეს. და დაზღვევა შესაბამისად ვეღარც იწყებდა მერე მოქმედებას, იმიტომ რომ კვლევას ვერ იკეთებდა, გამოკვლევას ვერ იტარებდა. ჩვენ ჩავდეთ ბიუჯეტში თანხა და მე მინდა უთხრა ყველა ვეტერანს აქედანაც, თუმცა ყველა შეხვედრებზე ამასაც ვაცხადებდი, რომ უახლოეს პერიოდში რამოდენიმე დღეში ჩვენ გვექნება მემორანდუმი ასეთ კვლევით ცენტრთან, რომელმაც ძალიან დაბალ ფასში 100 ლარად გვთავაზობს ამ სერვისს ვეტერანებისთვის და თითქმის ყველა ვეტერანი, ვინც მომართავს ჩვენს სამედიცინო კომისიას, პრაქტიკულად აუნაზღაურებთ ამ კვლევებს იმისათვის, რომ მერე სამომავლოდ დაზღვევამ შეასრულოს რეალურად თავისი ფუნქცია და ხელი შეუწყოს ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაში. თუმცა ეს არის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იმ ძირეულთან, რაც გვინდათ შევცვალოთ. ამ ჯანდაცვის პრობლემები მოკლედ რო ვთქვა, მთლიანად მოგვარებულია. მთლიანად მოგვარდება ყოველთვის ხელმისაწვდომი გახდება. ბევრი რამე უფრო ხელმისაწვდომი გახდება და გადაეჭრება. თუმცა მთლიანობაში ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და ჩვენი ვიზიტი ზუსტად ამისკენ იყო მიმართული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგვამყარებინა ის აუცილებელი საჭირო კონტაქტები, მოგვეპოვებინა ეს მხარდაჭერა სხვადასხვა უწყებებში, რომ სხვადასხვა დონაციის საშუალება ყოფილიყო ერთობლივი პროექტების და პროგრამების ფარგლებში, რომ შევქვნათ ჩვენ აქ საქართველოში მაღალი დონის ქართულ-ამერიკული სარეაბილიტაციო ცენტრი. დიახ. სწორედ ამისკენ იყო ჩემი ვიზიტი მიმართული და ორად გავყავით ძირეული პრობლემები. ერთი არის დასაქმება და მეორე არის ჯანმრთელობის მოწესრიგება. დასაქმების მხრივ იცის საზოგადოება, მაგრამ ორი სიტყვით შევეხები, რომ საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა დასახლებების შექმნა, სათემო ტიპის დასახლებების ანალოგი ებრაული მოშავების, რომელიც კოოპერატიული პრინციპით არის შექმნილი და სოფლის მეურნეობის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებით არიან დაკავებულები და ძალიან სოლიდურ შემოსავალს იღებენ თვითონაც და აძლევენ სახელმწიფოსაც. და ის ინფორმაცია, რომ ქვეყნის გარეთ, სოფლის მეურნეობის ქვეყნის გარედან ჩვენ ვყიდულობთ 1.3 მილიარდამდე დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქტს და გარეთ სულ 700 მილიონის სასყიდით, ანუ 600 მილიონი გვაქვს გასავალი ქვეყნის გარეთ. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ეს პროექტი. მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ეკონომიკურმა საბჭომ ეს პროექტი მოიწონა და ჩვენ რამოდენიმე დღეში უკვე ვიწყებთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ებრაულ კომპანიასთან ერთად feasibility-ის სტატის გაკეთებას, ანუ კვლევის ჩატარებას და პროექტის გაკეთებას იმისათვის, თუ რამდენი ასეულობით ოჯახი შეიძლება პირველ ეტაპზე საპილოტო პროექტის სახით იქ დასახლდეს და დასაქმდეს. ამ პროექტის ღმერთმა ქნას რომ და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება დასაწყისშივე ეს პროექტი, მისი წარმატება განსაზღვრავს ასეთი მერე რამოდენიმე მოშავის მშენებლობა ერთობლივად შეიძლება და კრიტერიუმი რა იქნება, უნდა მოგმართონ თუ რა უნდა გააკეთონ ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, რეკლამის დროა ეთერში და რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბროთ თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის ადამიანმა რომ მიიღოს ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი სტუმარია ირაკლი შიხიაშვილი, ვსაუბრობთ ვეტერანთა პრობლემების შესახებ და იმ პროგრამებზე, რომელიც ხორციელდება დღესდღეობით სახელმწიფო სამსახურში. ბატონო ირაკლი, ჩვენ ვსაუბრობდით იმ პროგრამაზე, რომელიც გარდაბნის რაიონში საპილოტო პროგრამაზე საუბრობდით თქვენ და შეკითხვა, რომელიც დავსვი, იყო რა პრინციპით შეირჩევა, თუ არის უკვე ჩამოყალიბებული ან არა, ჯერ ეს შერჩევის პრინციპი არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ სანამ არ გვიქნება ხელში კვლევა და პროექტი, მანამდე ამაზე ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია. ამაზე საუბარი დაიწყება მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულად დაფინანსების წყარო, რომელიც ამ პროექტის დამფინანსებელი იქნება,
თვითონ მან უნდა განახორციელოს კრიტერიუმები, მან უნდა განახორციელოს ფილტრები, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მოხდება იმ ადამიანების გადამზადება შეჩერდება. იქ ეს პროცესი ცალკე წავა ვეტერანების გადამზადება იმ კონკრეტული ცოდნისთვის და იმუნარებისთვის, რაც იქ სჭირდებათ იმ დასახლებაში იმ ადამიანებს, ზოგს ექნება, ზოგს არ ექნება, ზოგი შეიძენს, მაგრამ ჩვენ ერთი მოშავის აშენებას არ ვფიქრობთ, წარმატებული საპილოტო პროექტის განხორციელების შემთხვევაში ერთდროულად არაფერი გარემოება აღარ იქნება ხელშემშლელი ამისთვის. მეორე სიტყვით მინდა დაუბრუნდე ამერიკის ვიზიტი და საზოგადოებას მოკლედ უთხრა თუ რასთან დაკავშირებით და ვისთან ქონდა შეხვედრები. ჩვენ ქონდა შეხვედრა ავღანეთსა და ერაყის ომის ვეტერანები, ასე ქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, განათლებისა და დასაქმების პროექტებზე. სამწუხარო ფაქტი აღმოჩნდა ერთი რამ, რომ ამერიკაში მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი დიდი ყურადღების ქვეშ ყავთ ვეტერანები, 150 მილიარდი დოლარი არის ბიუჯეტი ვეტერანთა კომიტეტის და ასევე 150 სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს, მიუხედავად ამისა 66 ვეტერანს საშუალოდ აქვს თვითმკვლელობის მცდელობა ყოველ დღე და 22 ფატალურად მთავრდება. 22 ვეტერანი იკლავს ყოველ დღე. იქ კიდევ სხვა პრობლემები აქვს. მარტოსულის პრობლემა არსებობს და მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენთან როგორ არის ბატონო? თუ გვაქვს ჩვენთან რომ ამისთან ყურადღება იყოს, კაცშული ჩვენთან ძალიან პატარაა სუიციდის შემთხვევები, თვითმკვლელობის შემთხვევები, მადლობა უფალს და ხუმრობითაც უთხარი მათ. ჩვენი ვეტერანების დღეში რომ იყვნენ, თქვენი ვეტერანები ალბათ შეიძლება ერთ დღეს მოეკლას უყოლას თქვენიანს თავი მეთქი და მყარი ფსიქიკის ვეტერანები ყავს. ჩვენთან ალბათ საზოგადოებრივი ძმაკაცობა, მეგობრობა, აი აღზრდის წესი, ჩვენი ტრადიციები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანს, რომ ას ნაბიჯი საშინელება არ ჩაიდინოს. და ჩვენი რელიგია რაც მთავარია, ყველაზე მეტად ის ამხნევებს ადამიანს. ჩვენ შეხვედრა გქონდა ქალბატონ ლორი სატონთან, ეს ქალბატონი არის ნიუ-იორკის კომისარი, ბრიგადის გენერალი გახლავთ ეს ქალბატონი, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, რომელმაც დიდი ყურადღებით მოისმინა ჩვენი პრობლემები და მე მოვიპატიჟე ეს ქალბატონი იმისათვის, რომ არის თემები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება უკვე არ დაველოდოთ ძალიან დიდ და განსაკუთრებულ პროექტებს. რაფად დავიწყოთ ამის განხორციელება. ქალბატონი ლორი მოწვეული ყავს და მანამდე ჩვენ თემატური ჯგუფები უკვე ვაკეთებთ ამ ჯგუფებს, იმისათვის რომ ინფორმაციის გაცვლითი პროგრამები საფუძველზე უკვე დავიწყოთ რაღაცა μονახაზების გაკეთება. ან კონსულტაცია გჭირდებათ მათგან, რომ გამოიღოთ კარგი და დანერგოთ საქართველოში. რა თქმა უნდა, copy-paste შეიძლება წამოიღო უკვე უკეთეს ველოსიპედს, მათ რომ აქვთ ვერ მოიგონებ. უბრალოდ ჩვენ ვეძებთ დაფინანსების წყაროებს. დაფინანსების წყარო უბრალოდ არ წამოვა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროგრამა და პროექტი, რომელიც მოსაწონია და მისაღებია იმისთვის, ვინც დონორობა უნდა გაწიოს და თან ამ დონორთან კავშირზეც უნდა გაგიყვანოს იმ ადამიანმა, იმ კონკრეტულმა სუბიექტმა, რომელსაც მათთან დიდი ხნის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, და მათთან ერთად როცა არის ეს პროექტი გაკეთებული, ბუნებრივია სანდოების ხარისხიც მაღალია და სურვილიც. და ეს ისე უნდა იყოს შეჯერებული, რომ ორივე მხრისთვის საინტერესო და მისაღები იყოს. სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ეს მუშაობას. ჩვენ ასევე გქონდა შეხვედრა ამერიკის ვეტერანთა მხარდაჭერა სოციალურ-სარეაბილიტაციო პროგრამების საკითხებში მომუშავე ორგანიზაციასთან და ეს გახლავთ ქალბატონი ელის ინგლანდი, ქალბატონი არის ლეგენდა გენერლის მეუღლე, რომელსაც აქვს უზარმაზარი არასამთავრობო ორგანიზაცია და წლობით მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს ამერიკელ ვეტერანებს, რაც თავარია აქცენტები აქვს გაკეთებული მათ დასაქმებაზე. იქაც სოფლის მეურნეობის კუთხით. ყველაზე მნიშვნელოვანი და მე ვთვლი და ყველაზე საინტერესო შეხვედრა გქონდა ბატონ ჯეფ მილერთან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის პალატაში. ბატონი ჯეფ მილერი გახლავთ შეერაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრი, ის არის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ის ერთ-ერთი წამყვანი პირია საზღვაო ავიაციის სპეციალური ოპერაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის
ასევე არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და აქტიურად მოღვაწეობს ტრანსატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კონგრესმენი მილერი მუშაობს საგარეო დაზვერვის კომიტეტშიც და რომელიც ფინანსდება ეროვნული და სამხედრო პროგრამების შეხვედრა თქვენ გამოყავით და ბატონ ჯეფ მილერთან ჯერერთი ბატონ ჯეფის ხელდასმით ხდება ყველანაირი ესეთი პროექტების დაფინანსება, იმიტომ რომ კონგრესის მხარდაჭერის გარეშე არც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება. მეორეც ერთი ძალიან თბილ და ახლო მეგობრულ ის კი არა ბატონი ჯეფი გასვლას რო ფიქრობდა სადღაც 15 წუთი 55 წუთი გაგრძელდა ეს შეხვედრა ძალიან ესეთი პიროვნულადაც საინტერესო ადამიანია და ასეთი რამ ითქვა რომ ჩვენ მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ ვეტერანებისთვის იმიტომ რომ ჯორჯ ვაშინგტონიო ასე აცხადებდა დეკლარირება გააკეთა ასეთი ვეტერანებთან მიმართებაში რომ ჩვენ მომავალი თაობები ჩვენი გამარჯვებებით კი არ მოპოვებული გამარჯვებებით კი არ დაგვაფასებენ, არამედ იმით თუ რა პატივი მივაგეთ მათ, ვინც ეს გამარჯვებები მოგოპოვებინაო. ჩვენი საზოგადოება თუ არ იქნება სოლიდარული და პატივისმცემელი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მზად იყო და არის საკუთარი სამშობლოსათვის ერთადერთი სიცოცხლე, გაიღოს თავდაცვის უნარიანობა ამ ქვეყნის ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს მომავალი თაობისთვის საკუთარი სამშობლოს ინტერესების დასაცავად. თუნდაც ამ ინტერესებს კალმისტრით იცავდეს. ეს არ არის აუცილებელი მეომარი იყო და გეჭიროს ხელში ავტომატი. ილია ჯავჯავაძის კალმისტარი ეჭირა, მაგრამ თვლი რომ საუკეთესო სარდალიც იყო და მეომარიც. გასაგებია. ბატონი ირაკლი 73,000 ვეტერანი ყავს დღეს საქართველოში სტატისტიკური მონაცემებით. 73,000-დან ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობით, აი რამდენი პროცენტია, რომ აი გაუსაძლის პირობებშია. ძალიან მძიმე პირობებში ჩვენი კვლევის საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია, რომ 70%-ზე მეტი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და აქედან 40 პრაქტიკულად გაუსაძლის პირობებშია. ეს მე ვთვლი, რომ ზოგადად სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს პრობლემა ყოფნა არ ყოფნის საკითხი ვეტერანების აღარც უნდა განიხილებოდეს. ჩვენ ამ სარეაბილიტაციო ცენტრის ჩვენ ესეთი ხაზით შევთავაზეთ, რომ ვინაიდან უამრავ თანხებს გერმანიაში ხარჯავს ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ მისი ჯარისკაცები ერაყში, ავღანეთში, სირიაში, რომლებიც არიან განთავსებულნი, მათი გადაზიდვა ხდება გაგზავნა ხდება გერმანიაში. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ყველაზე უკიდურესად აღმოსავლეთში მყოფი ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი. და სერიოზული მხარდაჭერა გვჭირდება, ვინაიდან იმ გარემოცვაში, სადაც ჩვენ გვიწევს ყოფნად, მით უმეტეს ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობელი რომ ვიგულისხმოთ, გვჭირდება სერიოზული დახმარება. დახმარება იმ კუთხით, რომ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია მე ვთხარი ბატონ ჯეფს, რომ რუსმა რომელმაც დამიზიანა ჩემი მეომრები, ჩემი მოსახლეობა, თქვენ შექმნით ცენტრს, სადაც შესაძლებელი იქნება არა მარტო ქართველების, არამედ ამერიკელების რეაბილიტაციას და მკურნალობას, იმიტომ რომ ჯერერთი ჩვენთან ხარჯები შემცირდება, იმიტომ რომ გერმანიასთან შედარებით ტარიფები და სხვა არის. ჩემი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება და ზოგადად სამედიცინო ბიზნეს სხვადასხვა მრავალწახნაგოვანია და ბევრი კორპორაცია შემოყვება შიგნით. ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩემს ტერიტორიაზე იქნება, თუნდაც სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრში, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას უფრო ზრდის. არის მათგან პრინციპული თანხმობა თუ ეს შორეული პერსპექტივა? იცით რა, ეს რაც თავარია ჩვენი საუბარი, აი როდესაც ესე ჩამოყალიბდით, რომ რატომ 6 საათი უნდა ამგზავრო შენი ჯარისკაცი, როცა ერაყიდან ავღანეთიდან 2 საათი შეგიძლია ჩემთან ყავდეს. როდესაც 17,000 კაცი მყავს როტაციით მანდ და მეგობრობაა ჩამოყალიბებული ამერიკელ ჯარისკაცებსა და ქართველებს შორის. კომუნიკაცია იოლია, მეგობრები ვართ, დეკლარირებულადაც და რეალურადაც. რატომ არ? დაფიქრდა და თქვა, რატომაც არ? უბრალოდ იმის მერე სხვათა შორის მისი მხარდაჭერით
ჩვენ გვქონდა 5 არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს. ყველასთან ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი და გვინდა სამუშაო ჯგუფი ჩამოვაყალიბოთ. აი ეს ჯგუფი, როდესაც მონახაზს გააკეთებს, მე ვთხოვე ბატონ ჯებს, რომ იქნებ მოხერხდეს და კონგრესის რამოდენიმე კაციანი წარმომადგენლობა ჩამოგზავნდეთ, რათა ადგილზევე გაეცნოთ იმ არსებულ სიტუაციას, ვითარებას, პრობლემებს და შესაძლებლობებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს რეაბილიტაციო ცენტრი ბუნებაში გაჩნდეს, როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის. იმიტომ რომ თქვენ ამ ხარჯებს მაინც გადიხართ. დიახ. და მაგ ხარჯებში შეიძლება ორივესთვის შესაძლებელი იყოს. ჩვენ შეიძლება გამოვყოთ მიწა, ავაშენოთ თქვენი პროექტების მიხედვით და სტანდარტებით შენობა, ფიქრობდი რომ ერთჯერადი ხარჯის შეთავაზება იყო ჩვენგან, მაგრამ დონაცია, მისი აღჭურვა და მენეჯმენტი ეს მეთქი იყოს ამერიკული მხარის. თან ეს კადრებსაც გაგვიზრდის ამ სპეციალისტებს, რომლებიც ზოგადად ჩვენ ყველა დარგში გვაქვს დიდი დეფიციტი სპეციალისტების და ამ ხრივ კიდევ ესეც იქნებოდა ჩვენთვის შეხებადი. რაც მთავარია ყველაზე მეტად უსაფრთხოების ხარისხს გასდის ქვეყნისას, როცა ესეთი რეაბილიტაციო ცენტრი ქართულ ამერიკული იქნება. ვეტერანები თუ არიან აი ჩართული ამ გადაწყვეტილებების მიღებაში და რამდენად თქვენ ახსენეთ რომ უკვე გასულია არც ისე დიდი დრო რომ ძირეული ცვლილებები იყოს, თუმცა პროგრამის პრეზენტაციისთვის უკვე საკმაოდ დრო არის გასული. რას ფიქრობენ თავად ვეტერანები აი 73,000 ადამიანი? მე გითხრათ რომ ყველა ეტაპზე, როდესაც კვლევების ჩატარება დავიწყეთ, როდესაც სხვადასხვა პროექტების მონახაზი გავაკეთეთ, მე არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მქონდა შეხვედრა, მაგრამ მეცაც გეტყვით. მე 9 რეგიონში ვიყავი, ერთი რეგიონი მაქვს დარჩენილი კახეთი და უშუალოდ ამ 9 რეგიონში შეხვედრებით 15,000 ვეტერანს პირადად შევხვდი. დიახ. უშუალოდ შევხვდით. მინდა მადლობა უთხრა ბიჭებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ამ ძიმე მდგომარეობაში არიან, დარბაზები ყველგან გადატენილი იყო. ანუ უიმედობაში, ნიჰილიზმში კი არ არიან, მაინც საბრძოლო განწყობაზე არიან, რომ მათი ფეხზე დადგომა, მათი რესოციალიზაცია, მათი ახლიდან ინტეგრირება ქვეყნის აღშენებლობის პროცესში მათ აძლევთ მეტ мотиваციას, რომ მე საბრძოლო განწყობაზე იყვნენ. კი არ დაჩიავდნენ და საწყალად კი არ გამოიყურებდნენ, არა, ისინი მოდიან და აფიქსირებენ. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე გავაკეთოთ ის, რითაც ჩვენ არა მარტო ჩვენს თავს, ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთეს მომტან საქმეში ვიქნებით ჩართული და მე ამ შეხვედრებს ვაგრძელებ, მიღება გვაქვს ყოველ ხუთშაბათს ვეტერანების არა ესე ხუთშაბათის გარდა სხვა დღეებშიც ჩვეულებრივ რეჟიმში არის იქ დღე არ გავარო ალბათ ერთი 40-50 ვეტერანი მოვიდეს. ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ის არის რომ ადამიანები თვითონ როცა რაღაცას ითხოვენ, ისე ითხოვენ, რომ აი თითქოს თხოვნისაც კი ერიდებათო. ერთმა ჩვენმა მეგობარმა მითხრა, მეომარმა გურიაში, რომ ირაკლიო ამ ადამიანების გულისთვისო სიცოცხლის გასაწერად ვიყავით მზად, სამშობლო ადამიანებია ხო პირველ რიგში. და ლუკმას ხო არ წავართმევდით და პირველი ჩვენ ხო არ ჩავდგებოდით სადმე რიგშიო. უკან ვიდექთ, მაგრამ როდესღაც ეს რიგი ჩვენთანაც ხონდა მოვიდეს, ისე თქვა რა, გული დამეწარო. სხვას პირიდან ლუკმას მეომარი და ვეტერანი ვერ წაგლიჩავს, პირიქით მეტს მოითმენს, მაგრამ მას რომ აღარ შეხედავს არავინ, ეს ქვეყნისთვის გაფუჭებული საქმეა, ამ ვეტერანისთვის კი არა პირველ რიგში. ბატონო ირაკლი, მინდა გადაცემის დრო იწურება და მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვათ მე. იმ შემთხვევაში თუ იქნება განმეორება ფაქტის, რაც იყო არაერთხელ, დარბევა ვეტერანების არაკეთილსინდისიერად მოპყრობა, ძალის გადამეტება, რას იზამს ირაკლის შიხიაშვილი, იმიტომ რომ ეს ალბათ საზოგადოებისთვისაც პრინციპული საკითხია. ჩვენ ნახეთ წინა ხელისუფლების დროს, თუმცა რეაგირება არ გვინახავს. ესეთი რამ კიდევ როდისმე განმოვიდა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვეტერანები მაქსიმალურად ქვეყნის აღშენების პროცესში ჩავთოთ, მათი ღირსების და პატივის აღდგენა მოხდეს და იმ თემას საერთოდ არ განვიხილავთ, რომ როდისმე ჭუათმყოფილი ხელისუფლება მოვა, რომელიც ისევე მოეპყრობა თავის მეომრებს, როგორც მანამდე მოეპყრნენ. თუ ასეთი რამე მოხდება, ის ხელისუფლება, როგორც მანამდე, ისე მომავალშიც დაამთავრებს თავის არსებობას. ესეთი ხელისუფლება, რომელიც ჯოხელკეტით დასდევს თავის მეომარს, რომელიც თავისი მკერდით
აციებს ტყვიას სამშობლოსკენ ასრულს. ხელკედით ვინც დასდევს ასეთ მდგომარეობაში არ ეკითხება რა გიჭირთ, ის ხელისუფლება აუცილებლად ამთავრებს ძალიან ფატალურად თავის არსებობას და მე მინდა ვთქვა რომ დღევანდელი ხელისუფლება არათუმა ღმერთმა დაგვიფაროს ასეთ რამეზე პირიქით ვფიქრობთ მეტი კომუნიკაციით, მათი მეტი ჩართულობით, მათი გადამზადებით, მათი ჯანმრთელობის მოწესრიგებით იყოს დაკავებული და შედეგი დააჩვენოს მომავალ თაობას, რომ უპირველესი ვალია სამშობლო და მისთვის შრომაც და ბრძოლაც. და ეს მაგალითი მათზე ყურადღება ზუსტად იმ ბავშვების თვალთახედვის ქვეშ უნდა იყოს ყოველთვის. მე რამდენიმე წუთით მოკლედ იქნებ თქვათ კიდევ რა პროექტები მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ შევხვდით PH პროსთეტიკსის ორგანიზაციას, რომ ეს არის პროტეზებს ვინც ამზადებს და ემსახურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პროტეზის საჭიროების მქონე ვეტერანებს. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ აისაბის პროგრამაში მონაწილე დიდი პრობლემაა ეს ვეტერანები. ბიჭები, რომლებსაც დაჭირდათ ეს პროტეზები, აი ამ ორგანიზაციამ თანამედროვე ტიპის ეს პროტეზები აღჭურვა ეს ახალგაზრდები და ფაქტობრივად ცხოვრებას უბრუნებს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ამ თანამედროვე პროტეზებით შესაძლებელია თხილამურებით რეალიზ და ფეხბურთის თამაში. თუმცა ძალიან ძვირია ეს პროტეზები, იქ ჩვენ გავერკვეთ, რომ სამი თაობის პროტეზები არსებობს და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ძველი თაობისაც კი ჩვენთვის უახლესი ფუფუნების საგანია. თუმცა ამ ბიჭებისთვის სიტყვა ფუფუნება არ უნდა იყოს, ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ ადამიანები ღირსება და პატივის დაბრუნება თუ მას გადაადგილება არ შეუძლია და ტვირთია ოჯახისთვის, ეს წამედგინეთ როგორ ანგრევს იმ კაცის თავმოყარეობას, ხო? უნდა ველოდოთ, რომ პროტეზებით ეხლა ჩვენ დავიწყებთ შესწავლას მუხლის ქვევით, მუხლის ზევით, ვის აქვს დაზიანება, იმიტომ რომ სხვადასხვა დაზიანებით, სხვადასხვა ღირებულების პროტეზები. მინდა ინფორმაცია შევაკრიბოთ და შესაბამისად ეტაპობრივად დავიწყოთ ყველაზე სწრაფად, რაც მინდა რომ დავიწყოთ პირველ რიგში პროტეზების თემა, რომ მეომრებმა გადაადგილება შეძლონ და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება დაუბრუნდეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ვერ ამოვწურეთ თემა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პრეზენტაციით ხართ მოსული. 6 თვე გავიდა სულ რაღაც თქვენი დანიშვნის შემდეგ. იმედია რომ კიდევ 6 თვეში გვესტუმრებით და უკვე უფრო მე ვფიქრობ ცოტა ადრეც ცოტა ადრე კი ბატონო და უკვე ვრცლად ვისაუბრებთ კონკრეტულ გამოსწორებულ მიმართულებაზე და რა გაკეთდა ვეტერანებისთვის უფრო მეტი. დიდი მადლობა რომ სტუმრობდით ჩვენ გადაცემას. შევახსენებ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ 4 შაბათს 13 საათსა და 10 წუთზე. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ 4 შაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.